ამ წუთებში საქართველოს პარლამენტთან მსვლელობით მიემართებიან ცხოველების უფლებადამცველები, რომლებიც მოსული არიან საქართველოს პარლამენტის წინ იმისთვის, რათა გააპროტესტონ ქართული ოცნების პოლიტიკა. მათი მთავარი მოთხოვნა არის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. დღეს რესპუბლიკის მოედანი იყო ადგილი, სადაც თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი მოვიდა და სწორედ რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს მათ მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით. იქ იმყოფებოდნენ მოაზროვნეები, რასადროდის და წიგნების თაროს წარმომადგენლები, ასევე დევნილები. იქ იმყოფებოდნენ ასევე ინჟინრები და თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას ქვეყანა მიყავს რუსეთისკენ და სწორედ ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად ისინი დგანან და იქნებიან ქუჩაში იქამდე, ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება. Თუკი რაიმე ფინანსდება მიუსაფარი ცხოველებისთვის საქართველოში ფინანსდება ევროპიდან. შესაბამისად, თუ ეს დაფინანსება აღარ იქნება და შეწყდება, ისედაც უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი ქუჩის ცხოველები უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდებიან. რა თქმა უნდა, გვინდა ნორმალურ პირობებში მუშაობა, ღირსეული ანაზღაურებით, ღირსეული ტექნოლოგიებით, თუნდაც ევროპული და ვაპროტესტებთ, რა თქმა უნდა, რუსულ რეჟიმს, ვაპროტესტებთ უკანონოდ დაკავებულ პატიმრებს და მოვითხოვთ მან განთავისუფლებას. აუცილებლად უნდა გადადგეს მთავრობა არანაირი ახალი არჩევნები. რისთვის გამოვდივართ და ჩვენი სამშობლოს სიყვარულით გამოვდივართ, იმიტომ რომ ხედავთ, რომ თუ ეხა ჩვენი სამშობლო ჩვენ არ დავიცავით, მაშინ გვართმევენ. პირდაპირ მნიშვნელობით ამ სამშობლოს გვართმევენ, უერთებენ რუსეთს, აჩერებენ ჩვენს ინტეგრაციას ევროპასთან, რაც ყველაზე მეტად საწყენი, ანუ განვითარების საშუალებას არ გვაძლევს ეს ხელისუფლება, რომელსაც ვიტანთ მართლა 12 წელია და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მიხარია, რომ აი ყველა სფერო გარეთ გამოვიდა. ჩვენ ინჟინრები, ვისაც შეგვიძლია ყველაფერი გავზომოთ, ვიანგარიშოთ, გამოვთვალოთ, ჩვენ გამოვთვალეთ თქვენი პოლიტიკური ვექტორი და ეს ვექტორი მხოლოდ ერთი მიმართულებით იხედება და ეს არის რუსეთი. ამიტომ ჩვენ ვემიჯნებით ქვეყნის პოლიტიკური ვექტორის ცვლილებას, ვითხოვთ განმეორებით არჩევნებს, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას, ვითხოვთ ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს. ვითხოვთ უკანონო პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს. ეს იყო დღეს აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანის მოთხოვნა, რომელიც სხვადასხვა პროფესიის მიხედვით ქუჩაში გამოვიდა. ცხოველების უფლებების დამცველები ძალიან მალე რამდენიმე წამში უკვე იქნებიან პარლამენტთან, მათ სანათები აანთეს და ოპერატორს მინდა ვთხოვო გაჩვენოთ უკვე რა ხდება პარლამენტის წინ. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, რომელიც მთლიანად გადაჭედილი არის და სწორედ ასე ხდება ორი აქცია ერთმანეთს. აქ ხალხის ძალიან დიდი რაოდენობა არის, ნაწილი ასევე აქციების გზაში არის და როგორც ყველა საღამოს ბოლო პერიოდში დღესაც პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირი გადაჭედილი იქნება იმ ადამიანებით, რომლებიც ქართული ოცნების პოლიტიკას აპროტესტებენ. ტრადიცია წელიწადში ერთხელ დეკემბერში აწყობდნენ სატურნალიებს. ბატონები თავის მონებს გადააცმევდნენ ნორმალურ ტანსაცმელში და რამოდენი დღე დაყვებოდნენ, ვითომ ისინი არიან ბატონები. და სინამდვილეში სამ დღეში ისინი ისევ ხდებოდნენ მონები ერთი წლით. ამ ტრადიციას ერქვა სატურნალია. და მე მგონია ეხლა საქართველოშიც ამათ უნდათ პერმანენტული სატურნალია მოაწყონ ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ არ მივცემთ მაგის საშუალებას. არ შეიძლება 3000 წლოვანი ისტორია ჩაიყაროს წყალში. ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ფართმართველი ჩავიდა ევროპაში და რომის იმპერატორმა მიიღო ფენომენალურად ეს კაცი და დღეს რომ ეს მდგომარეობა ეს არის სირცხვილი. რადგანაც ინტელექტუალური ნაწილი საქართველოსი ასე ფიქრობს, ესე იგი ეს მართალია. საქართველო არის ევროპა და ყოველთვის ასე იქნება. ჩვენ ილია ჭავჭავაძეს დავალებას ვასრულებთ ახლა.
სხვათა შორის აქციებზე იშვიათად გამოდიან მოაზროვნეები, მათ შორის რასად როდის კლუბის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ პირველად იმყოფებიან ისინი საპროტესტო აქციაზე, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ახლა დასაკარგი დრო აღარ არის, ახლა დუმილი ყველაზე მეტად დიდი დანაშაულია და ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დუმილით დააშავებენ ამ ქვეყნის წინაშე, დგანან დღეს სწორედ ქუჩაში. ცხოველების უფლებების დამცველები უკვე მოვიდნენ ფაქტობრივად პარლამენტთან, გადაჭედილი არის რუსთაველის გამზირი და გრძელდება მოკლედ პროტესტი, რომელიც ქართველ ხალხს ხელისუფლების მისამართით გააჩნია.